მოგესალმებით, ვაგრძელებთ პოდკასტების ციკლს ჰარმონია გზას შემეცნებისკენ, რომელიც ეძღვნება სამყაროს შეცნობისა და თვით შემეცნების საკითხებს და თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერიათ ჩვენი არხი, აუცილებლად გააკეთეთ ეს, რადგან სტუმრებთან ერთად ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე და უსაფრთხო მეთოდებს, როგორ დავადგეთ ფიზიკური, ემოციური და მენტალური ჯანმრთელობის გზას. დღეს სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე, ეს არის ოზონოთერაპია და ჩვენი სტუმრები არიან ქალბატონი ნუნუ ქემაშვილი, ექიმი, აღდგენითი თერაპიის ექსპერტი და მერაბ ბაჩუაშვილი, ქირურგი, ოზონოთერაპევტი. მოგესალმებით, მადლობას გიხდით, რომ მონაწილეობას იღებთ ჩვენს პოდკასტში და დავიწყოთ იქიდან, რა არის ზოგადად ოზონოთერაპია? ოზონი ყველამ ვიცით, მაგრამ აი თერაპიული სახით როგორ შეიძლება გამოვიყენოთ და რა ისტორია აქვს მას? დაახლოებით 1857-59 წლებში ჰოლანდიელმა მეცნიერმა პირველად მიიღო ოზონი, ანუ მძაფრის სუნის მქონე აირი, რომელსაც დაეთქვა ოზონი. ქართულად რო ვთქვათ, ეს არის მყრალი გაზი, ასე ვთქვათ, ძალიან მძაფრი სუნის აირი. პირველად დაახლოებით პირველ მსოფლიო ომის დროს გერმანელები გამოიყენებდნენ ოზონს როგორც ჭრილობების დეზინფექციის საშუალებას. შემდგომში, როდესაც პლასმასი და პოლიხრომვინილი იქნა მიღებული, შესაძლებელი გახდა ოზონის როგორც ინტრავენური მკურნალობის საშუალების გამოყენება. და რატო? აი ამ მოკლედ რო ვთქვათ, ამ ოზონის აპარატის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის ნიკოლა ტესლას. თანამედროვე აპარატები დაფუძნებულია ტესლას მეთოდზე, როდესაც ჟანგბადის აირში გადის მაღალი ძაბვა, ანუ ელჩეკი, როგორც ბუნებაში ხდება, ელჩექის დროს იბადება ოზონი, ისევე მინიხოლბაში, სადაც ერთი არის დადებითი დამუხტული, ანუ კატიონი, მეორე არის ანიონი, იბადება ოზონი, შემდეგ ხდება ამ ოზონის გასუფთავება, კონცენტრირება და უკვე თანამედროვე აპარატი დისპლეიზე გაძლევს ოზონს იმ კონცენტრაციით, რა კონცენტრაციით ჭირდება. ადამიანის ორგანიზმში მიღება როგორ ხდება? ეს არის ჩვეულებრივად სუნთქად და ეს სამკურნალო ეფექტი თუ მედიცინაში გამოყენების არის სხვადასხვა ხერხი, არის გარეგანი ხერხი, არის ინსუფლაცია, სორნაზლავის არის პნევმოტუბაცია, როდესაც სასმენი არხების ტუბაცია ხდება, არის გაზაცია კიდურების და არის აგრეთვე ინტრავენური შეყვანა. და წვეთოვანი ინექციის სახით ხდება გადასხმა. წვეთოვანი გადასხვის სახით ხდება ინტრავენური ინექცია. წვეთოვანი გადასხმა. და მნიშვნელობა თუ აქვს, მაგალითად, რა სახით ვიღებთ ოზონს, აი სხვადასხვა დაავადებების დროს. აი მაგალითად, კუჭმაძლავის დაავადების დროს შესაძლებელია როგორც უზენოებული წყლის მიღება, ისე ოზონური ზეთის მიღება. სხვადასხვა სკოლა, ესპანური სკოლა, იტალიური სკოლა, გერმანული სკოლა, რუსული სკოლა, უკრაინული სკოლა, ყველას აქვს თავისი მიმართულება. ანუ ჩვენ მეცნობი და ამ სტატიებს, რასაც ხშირად გამოვიყენებთ ჩვენ მკურნალობაში. ასეკები. ქალბატონო ნუნუ, აი მივიღეთ ოზონი. რა სასარგებლო თვისებები აქვს მას და რატო არის ასეთი მნიშვნელოვანი, ვთქვათ, მკურნალობის პროცესში? ოზონოთერაპია არის მრავალმხრივი კლინიკური ეფექტის მქონე მეთოდი. როცა აი ამ თემაზე ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას, ძალიან ბევრს და კოლეგებსაც რატომღაც სკეპსისი აქვს, რომ ესე ალბათ არ ხდება, იმიტომ რომ რაღაცა ასე ვთქვათ, მოქმედების მეთოდი, რომელიც იმას საკეთებს, ეს რაღაცა დაუჯერებელი. არა და ესეა. ოზონი ცნობილია როგორც პირველ რიგში ბუნებრივი ანტიბიოტიკი და არა მარტო ანტიბიოტიკი, ანტისეპტიკური ძლიერი საშუალება, რომელსაც პრაქტიკულად გვერდითი მოვლენები არ გააჩნია, იმიტომ რომ ბატონო მერაბმა როგორც აღნიშნა, დოზები, რომლითაც განისაზღვრება ესა თუ ის მიზანი, რა მიზნით შეგყვავს ჩვენ ოზონი, აქ ყველაფერი ძალიან დიდი ხანია შემუშავებული, გათვლილია, გაანგარიშებულია და უვნებელია. ამიტომ ოზონს როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს გააჩნია როგორც ანტიბაქტერიული მკურნალობის ეფექტი, ასევე ანტივირუსული, საკმაოდ ფართო სპექტრის ანტივირუსული, ასევე ანტიმიკოზური და ანტიპარაზიტალური. აი არის უკვე 14 წელი, რაც მე ამას პრაქტიკაში ვიყენებ, ბატონ მერაბსაც იგივე, ასე რომ ჩვენი კერძო პრაქტიკიდან და იმ ჩვენი კოლეგების პრაქტიკიდან, რომელთან სადაც უფრო მეტი და დიდი ხნის გამოცდილება, ჩვენ ამას რეგულარულად ვეცნობით,
ამას რაიმე გვერდითი მოვლენები არ გააჩნია. ეს ერთი. მეორე ის რომ ის არის საიწეღან ბატონმა მერაბმა აღნიშნა რომ არის ძლიერი დამჟაგველი. და ძალიან ეფექტურად შედის რეაქციაში ცხიმებთან, შლის ცხიმებს და განსაკუთრებით ქოლესტერინზე, როცა გვაქვს ჩვენ საუბარი. ანუ როცა ჭარბი ქოლესტერინია და არის რისკები ათეროსკლეროზული ცვლილებების განვითარების, ამ შემთხვევაში ძალიან ეფექტურია ხოლმე ოზონოთერაპიის ჩატარება, იმიტომ რომ ფაქტიურად სისხლძარღვების კედლებს სიზაფს ასუფთავებს და კედლებს ელასტიურობას აღუდგენს, აქვს ეს თვისება. ასე რომ ეს მეორედ მეტად მნიშვნელოვანი ეფექტი ოზონის. მესამეს იმას აღნიშნავდი, რომ ოზონი როცა ჩვენ ვასხამთ მას ფიზიოლოგიური ხსნარით, ის მომენტალურად იშლება ატომალურ ოზონად და მოლეკულარულ ოზონად. ოზონად კი არა, ჟანგბადად. მოლეკულარული ჟანგბადი ვიცით, ახლა მიეწოდება მთლიან ორგანიზმს, პერიფერიას, თავისთვის ყველაფერს აწვდის ჟანგბადს, გამდიდრება ხდება, ოქსიგენაცია ხდება ორგანიზმის. მაგრამ ატომარული არის ძალიან ძლიერი დამჟანგველი და ის არის, ასე ვთქვათ, ასუფთავებს სისხლძარღვებს. და წვამიდის ამის ხარჯზე იმ ზედმეტი ტოქსინის და დეტოქსსაც აკეთებს ძლიერს ორგანიზმს, უკეთებს ორგანიზმს. პირველ რიგში ძალიან ეფექტურად მუშაობს ღვიძლზე. ღვიძლზე და რა თქმა უნდა, თუ არსებობს რაიმე ქრონიკული პროცესი, ქრონიკული მატარებლობა, რაიმე ქრონიკული ვირუსული ინფექციის ან ბაქტერიალურის, ის ამას პარალელურ რეჟიმში აკეთებს, მაგრამ ერთი კიდევ მინდა ხაზი გაუსვა, რომ რა გზით შეგხავს ამა თუ იმ შემთხვევაში. არის ფიზიოლოგიური ხსნარით გადაწყმის გზა და არსებობს აუტოგემოთერაპია, ანუ სისხლის პირდაპირ ოზონირება და ისევ დაბრუნება მერე საკუთარი აუტო და ისევ დაბრუნება თავისივე ორგანიზმში. ეს ამას ჩვენ აქტიურად ვაპრაქტიკებთ და გვაქვს ეს პრაქტიკაში გამოყენება ამ მეთოდის. ასევე თუ რამე გამომჩა ბატონო, არა, ყველაფერი კარგად რამდენიმე სიტყვას დავამატებ თუ შეიძლება. ადამიანი არის ჟანგბად დამოკიდებული ორგანიზმი, ხო? როდესაც ამა თუ იმ დაავადების გამო ორგანიზმში გროვდება შლაკები, ანუ ეგრეთ წოდებული ნახევრად დაშლის პროდუქტები, რომლებიც სწავლავს ორგანიზმს. ეს არის შაქრიანი დიაბეტის დროს, ეს არის ზედმეტი გლუკოზა, რომელიც გარდაიქმნება ავიცი გლიკოგენად და ამ დროს ინტრავენორად შეყვანილი ოზონი ანუ ატომარული ჟანგბადი, რომელიც სწორად აღნიშნა ხალხონომ, იწევს აი ამ გლიკოგენის ბოლომდე დაშლას. ანუ ჩვენი ორგანიზმი არის ჟანგბად-ალგენითი რეაქციაზე დამოკიდებული და დაჟანგვითი რეაქცია მიყავს ბოლომდე. ანუ ეს პოლისახარიდები იშლება საბოლოო პროდუქტამდე. საბოლოო პროდუქტი ეს არის წყალი და CO2. გარდა ამისა, ოზონოთერაპიის დროს ხდება სისხლძარღვის კედლის გაწმენდა. და როდესაც რამდენიმე დაავადების დროს, მაგალითად თქვათ იგივე შაქრიანი დიაბეტი, რაც იწვევს სისხლძარღვის კედელზე ეგრეთ წოდებული ქაფიანი უჯრედების წარმოქმნას, სადაც მიეწება სხვა სისხლის უჯრედები იწვევს აი ამ სისხლძარღვის კედლის გასკელებას და მიკროტრომბოს, ოზონი ამას შლის. გარდა ამისა, ოზონის ზემოქმედების შედეგად ერითროციტი ხდება უფრო ელასტიური და უფრო წვრილ კაპილარში აქვს მისი გადრომის შეღწევადობა. პლუს ამას ოზონი ხელს უწყობს უჯრედის მემბრანის გამავლობას გლუკოზის მიმართ, რაც ამცირებს სისხლში გლუკოზის რაოდენობას და წყვეტს ქსოვილების შიმშილს შაქრის მიმართ. ანუ მინდა აღვნიშნო, რომ ოზონოთერაპია ეს არის უნიკალური მეთოდი, რითი რომ ჩვენ არ გვაქვს სხვადასხვა მედიკამენტთან კონფლიქტი. ანუ ნებისმიერ თერაპევტი იქნება თუ ქირურგი იქნება, შეუძლია თავისი მანიპულაციასთან ერთად კომპლექსურ თერაპიაში გამოიყენოს ოზონოთერაპია. კალდონო მაგნიშნა და მე ვიტყვი, რომ რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ საავადმყოფოში იყო ბავშვი, რომელსაც დაემართა მიუღებლობა ყველა ანტიბიოტიკის მიმართ. ანუ რეზისტენტული იყო ყველა ანტიბიოტიკის მიმართ. და ლუგარის ლაბორატორიასთან ერთად ჩადარდა კვლევა, სადაც ოზონოთერაპიის შედეგად აი ამ ადამიანს აღუდგა რეზისტენტობა. ეს ქართველი ვიტყვი, ეს ლადო თალაკვაძის ნამუშევარი ლუგარის ლაბორატორიასთან
ლადო არის ჩვენი მეგობარი, უზურპატორის ასოციაციის პრეზიდენტი. ეს იყო რამდენიმე წლის წინ, როდესაც ეს გამოკვლევა ჩატარდა და ბევრი ექიმი, რომელიც მაშინ გაკვირვებული დარჩა, რომ ადამიანი, რომელიც იყო რეზისტენტული ნებისმიერი ანტიბიოტიკის მიმართ, იმას დაახლოებით 2 კვირაში აღუდგა რეზისტენტობა. გასაგებია. ეხლა თქვენი ისეთი სპექტრი ჩამოთვალეთ, ხო, ამ ბაქტერიების, ანტივირუსული მოქმედების, პარაზიტების მე შეკითხვა გამიჩნდა და პლუს აი ეს დეტოქსიკაციური ელემენტი. რამდენად შეიძლება პრევენციული სახით, თქვათ, მკურნალობისთვის გამოვიყენოთ ოზონოთერაპია? თქვენ როგორი მოსაზრება გაქვთ ამასთან დაკავშირებით? ევროპაში ძალიან ფართი სპექტრით გამოიყენება გერიატრიაში. და ამას აქტიურად უწევენ პროპაგანდას. იმიტომ რომ ჟანგბადის მიწოდება უკვე მოგახსენეთ ბატონო მერაბა და ყველა ვიცის აღიარებულ რამდენად მნიშვნელოვანი, რამდენად სჭირდება ტვინს პირველ რიგში და სხვა ორგანოებსაც, პერიფერიაზე კიდურებს. ანუ ჟანგბადისა ოზონს გააჩნია თვისება, რომ კოლატერალურ ქსელს აღადგენს, აფართოვებს და მიკროცირკულაციას აღადგენს იმის ხარჯზე, რომ მიდის მაქსიმალურად გასუფთავება, გაწმენდა და აი ეს ჩვენ ვიზახით კანალიზაციას არტერიული და ვენური ქსელის სრულფასოვან ურთიერთქმედებას. ურთიერთქმედებას შლაკები გამო წვავს შლაკებს. პერიფერიაში ბოლო წერტილები ვენურ ქსელში და არტერიულში განსაკუთრებით, აი ზუსტად იმ შლაკებით არის ხოლმე გამოჭედილი და ამის წვა მიდის. ამის ხარჯზე აღდგება, ასე ვთქვათ, ქსოვილების კვება პერიფერიაზე. ეს არის, აი ვთქვათ, დიაბეტიანი ამამტყუპებისთვის არა, როცა ერთი აღნიშნა, რომ შეიძლება შაქრის, ვთქვათ, კორექციაც წავიდეს რაღაცა ხარისხში, მაგრამ მთავარს მე აღნიშნავდი იმას, რომ მეორადი გართულებები დიაბეტიან ავამტყუპებში, რაც მიმდინარეობს ნეიროანგიოპათიები. რამდენად მნიშვნელოვანია დიაბეტიანი ავამტყუპებისთვის, როგორც პროფილაქტიკა, თქვენ პროფილაქტიკა ახსენეთ, რომ იყოს დაცული და იყოს შენარჩუნებული ჯანსაღი სიზდარღვები ამ ავამტყუპობის, ასე ვთქვათ, პერიოდში. პროფილაქტიკის სახით წელიწადში 2 ჯერ მაინც, 3 ჯერ თუ არა, რომ ჩაიტარონ ასეთი პროფილაქტიკური კურსი. ეს დაავადებების შემთხვევაში ქრონიკული ფორმის, მაგრამ მე ვამბობ, რომ არ მაწუხებს არაფერი, მაგრამ ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, ახლა ეს არის ფაქტობრივად ორგანიზმმა შეინარჩუნოს თავისი ცხოველი მყოფელობა უფრო ხანგრძლივად, ხო? ჩვენ ვბერდებით და ჩვენი ქსოვილები ბერდება იმის ხარჯზე, რომ კვება ნელ-ნელა მოიშლება, იქ შლაკები ჩალაგდება, იქ რაღაცა ცხოველი მყოფელობის მთელი ამბები და თუ კი ამისგან გაწმენდა შემიძლია, ესე იგი მე მივდივარ დასკვნამდე და არ ვიცი დამეთანხმეთ ან არ დამეთანხმოთ, რომ ამით შეიძლება ჩვენი ვთქვათ, ეს სიცოცხლის უნარიანობა გავიხანგრძლივოთ. აი ამ კუთხით რამდენად შესაძლებელია, რომ ვთქვათ, პერიოდულად მოგაკითხოთ და ესეთი თერაპიული კურსი ჩავიტარო. სტატიაში იყო ასეთი გამოთქვა, რომ ოზონოთერაპია ეს არის სიბერის მომპარა. ანუ თქვენ გადლევთ საშუალებას სიბერეშიც აქტიური ჯანსაღი ცხოვრების ესეთ იცხოვროთ. ეს რას ნიშნავს? რომ სიბერე რა არის, რომ დაგროვდა ტოქსინი, ორგანიზმი განიცდის ტოქსიკოსს. როცა ოზონოთერაპიის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ტოქსინების გამოყენება და ჩვენ არ გვითხოვს, რომ თირკმლის ფილტრაცია უმჯობესდება. კი. ამიგეთ, ქალთან ნუ თქვა, შაქრიან დიაბეტის დროს არა მარტო ანგიოპათია და ნეიროპათია, არამედ რეტინოპათია, რომელიც დამხუპველია ნებისმიერი ადამიანისათვის. თვალის რეტინოპათიის ყუნალობასთან ერთად, რასაც ჩვენი ექიმები ხარობენ, შესაძლებელია და აუცილებელია ოზონოთერაპიის დანიშვნა, იმიტომ რომ ხდება ბევრმა პაციენტმა აღნიშნა. მე, რომელსაც ოზონოთერაპიას ვატარებდი და ადამიანი მეუბნება, რომ ვერავ წარმოგიდგენია, სათვალეს აღარ ვხმარო. ეს გიყვებით, ეს იყო დაახლოებით 12 წლის, როდესაც ვიწყებდი ოზონოთერაპიას და ადამიანმა რამდენიმე გადასხმის მერე აღნიშნა, რომ მე კითხვის დროს სათვალეს უკვე აღარ ვხმარო, რომელიც კი არის შაქრიანი დიაბეტიკი, არის ინსულინი დამოკიდებული, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს, რომ მანძილზე გავლა, როდესაც დაახლოებით 300-400 მეტრის მერე კონდა აბლიტერებული ათეროსკლეროზი და უჭირდა, უნდა შეესვენა, რომ ეს გაიზარდა გავლის მანძილი. ადამიანმა აღნიშნა, ფეხები გაუთბა. ეს რას ნიშნავს? მაგრამ ყველა აღნიშნავს. ოზონოთერაპია
არ არის მსხვილ სიზარღვებში თქვა ტრომბის დამშლელი. ამას ვერ აკეთებს, მაგრამ მიკრო სიზარღვებში, რასაც ქალბატონ ნუნემ კარგად აღნიშნა, რომ ხდება კოლატერალური ქსელის კარგად გაშლა და ხდება ამ ქსელის აღდგენა, რაც ხელს უწყობს ორგანიზმის სისხლის მომარაგების გაუმჯობესებას. ტროფიკის აღდგენა. ანუ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ნებისმიერი ქსოვილი ღებულობს მეტ ჟანგბადს. ანუ რაღა ღებულობს მეტ ჟანგბადს, მის სიცოცხლის უნარიანობა იზრდება. დასკვნად ჩვენ უწევთ ესე იგი რეკომენდაციას იმას, რომ პროფილაქტიკური მიზნითაც შესაძლებელია, რომ ეს გაჯასაღების თქვათ კუთხით ჩვენ გამოვიყენოთ ეს. არ გვითქვას ოდიში გაგაზრდენა ჩვენ არ გვითქვამს, რომ ოზონს გააჩნია ბრწყინვალე იმუნომამოკლდივებელი ეფექტი. კი. ჩვენ ეს არ გვითქვამს. ესეც კიდე დოზა დამოკიდებული უხონალობის ხარჯზე ხდება, იმიტომ რომ თვითონ როგორ აიცით, რომ თვითონ ექიმი გასაზღვრავს მკურნალობის კურსს და მკურნალობის რაოდენობას, იმ ანალიზების და იმ აგეთ გამოკითხვის შედეგად, ასე ვთქვათ, კონსულტაციის გავლის შემდეგ რა, ექიმის მოვალეობა შეისწავლოს პაციენტის მდგომარეობა და იქიდან გამომდინარე გადაწყდეს რა ტაქტიკა უნდა წავიდეს. არის როგორც ვთქვათ, სისტემური გადასხმები ტარდება, მაგრამ ადგილობრივი შესაძლებელია, რომ კომბინაციაში იყოს გამოყენებული. ეს არ არის მარტო ერთი გზით გამოიყენო და მეორე გზა არ ჩართო. ამიტომ გააჩნია რასთან გვაქვს საქმე. უკვე ექიმი წვითავს ამ ყველაფერს. ამიტომ ექიმები იმისთვის ვართ ამ შემთხვევაში სპეციალიზირებულები, რომ ჩვენ წვეთით მე ამ საკითხს. ესე იგი მწვავე ვირუსული დაავადებების დროსაც პრინციპში აი ხა თქვენ რა კი იმუნიტეტი ახსენეთ, გარდა იმისა, რომ ის ვირუსებისთვის კიდე პარალელურად იმუნიტეტს აძლიერებს, ასეა? არა მარტო აძლიერებს, ამიტომ ქალბატონ ნუნემ აღნიშნა, რომ გააჩნია ოზონს, გააჩნია ვირუსის კვლელის ეფექტი. ეს რას ნიშნავს? თვითონ ოზონიდი, როდესაც მუშაობს ოზონის ატომი მუშაობს ვირუსის გარსზე, ვირუსის გარსი იშლება. და ვირუსს არ აძლევს განავლების საშუალებას. ვირუსის მემბრანებია ეკაც. მემბრანა ჩვენ ვიცით, რომ შედგება სამი შრისგან, შუაში არის ლიპიდური. ამიტომ როცა ლიპიდს ის წვავს, ვირუსი იშლება, ხდება. ეს არის მექანიზმი მთავარი იმ ატომარული ოზონის მოქმედებისა. იქ გაცილებით უფრო, პატარა ორგანიზმია და ეს ადვილად ხდება. ეფექტურად ხდება. არსებობს ესეთი კვლევები, რომ ჩვენ გვაქვს დღემდე ხო ისეთი ვირუსები, რომელთა ბრძოლაც მიდის და ათეული წლებია ვერ ვამარცხებთ. აი ასეთი ავტოიმუნური ვირუსების შემთხვევაში. ავტოიმუნური ვირუსები არ არსებობს, დაავადება. ხო, იმუნური დაავადებებს რაც იწვევს, აი ესეთი ვირუსების შემთხვევაში. ავტოიმუნური დაავადების მკურნალობა ზოგადად აუცილებელია. და რატო? ნებისმიერი ავტოიმუნური დაავადება ის არის იმუნიტეტის დაქვეითება, ანუ იმ ვირუსმა ან რაღაც ფაქტორმა იმუშავა და დაზიანდა იმუნიტეტი. ოზონოთერაპია გვაძლევს საშუალებას, რომ იმუნიტეტი ავადგინოთ და აღდგენილი იმუნიტეტი იმუშავებს შემდგომში სტაბილურად. მაგრამ ჩვენ თქვით, რომ რამდენჯერმე საჭირო იქნება ალბათ მკურნალობის პერიოდში საჭირო იქნება ამ კურსის გამეორება. იმიტომ რომ არ არის რომ ერთი ვთქვათ გასაგებია რომ სირთულიდან გამომდინარე ერთ რამეს ჩაგე ასე ვთქვათ კიდევ აღნიშნა ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენ ახსენეთ ავტოიმუნური დაავადებები. ჩვენ ვიცით რომ ავტოიმუნური დაავადებების დროს გამოიყოფა ისეთი ცილა, რომელიც ხდება აგრესიული და ასე ვთქვათ თვით განადგურებაზე ეს პროგრამა ერთვება. ამ შემთხვევაში ანუ ეს იმუნური სისტემა უკვე იქ ადგილობრივი ჩვენ ვიცით რომ იმუნური ასე ვთქვათ აქტივობა არის უჯრედული, ხო? და ასე რომ აი ამ შემთხვევაში როცა ავტოიმუნური პროცესი არის, არა? აქ გვჭირდება ხოლმე იმ პროცესის სუპრესია. ავტოიმუნური პროცესის სუპრესია. ამასაც აკეთებს ოზონოთერაპია. პლუს ვირუსით განპირობებული ავტოიმუნური პროცესი. აი პირველი რაც აღნიშნა ახლა ბატონმა მერაბმა, ანუ იმუნური სისტემის გაძლიერება, მაგრამ უჯრედში ავტოიმუნური პროცესის სუპრესია. ანუ მისი აქტივობის შეჩერება, დამუხრუჭება, ესეც რეალურად ხდება ჩემ პრაქტიკაში. ჩემი გონება და აი სიმსივნური პროცესების შემთხვევაშიც თუ შეიძლება რომ ეს რაღაც პოზიტიური გავლენები იქონიოს ოზონოთერაპიამ. თუ არსებობს ასეთი გამოცდილება. გამოცდილება არსებობს, მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით ეს არ გაგვიკეთებია და რატო?
სპეციალიზებული კლინიკა ალბათ გალოდან უნდა მეთახვება, ეს უნდა მოხდეს სპეციალიზებულ კლინიკაში. რამდენიმე ასეული სტატია წამოვიდა უკვე ესპანეთიდან, იტალიიდან, მექსიკიდან, კუბიდან, პრაქტიკაში იყენებენ. რუსეთში, სადაც უკვე ქიმიოთერაპიასთან ერთად მიმართავენ ოზონოთერაპიულ მკურნალობას. ქიმიებს შორის. ხო, ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია. მე პირადად ამის გამოცდილება მაგრამ აი რა კვლევები და რა ინფორმაცია არსებობს? ინფორმაცია არსებობს, რომ შესაძლებელია არა მარტო ქიმიებს შორის, არამედ არის ადამიანები, რომელიც ქიმიაზე უარს აცხადებენ. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ქიმიის ჩანაცვლება ოზონოთერაპიით. შესაძლებელია, მე არ ვარ აუცილებელი. შესაძლებელია, მაგრამ აი თუ არსებობს რაღაც რეალური შედეგები, თუ ჯერ თეორიულად არსებობს რეალური შედეგები, მაგრამ როგორც ჩვენ ექიმები ვართ ძალიან კონსერვატორები, სანამ ჩვენ ხელით არ გავსინჯავთ. რა თქმა უნდა, ახლა ეს პრაქტიკაში თუ არ გამოსცადე და არ დაინახე შენ თვითონ, აი ესეთი მტკიცებულები თქვათ, რაზეც ჩვენ ახლა დღეს ვსაუბრობთ, რაც არ გამოგვიცდია, იმაზე ასე ვერ ვისაუბრებთ. მაშინ ქალბატონო, მოდი ახლა ის ვისაუბროთ, ეს გასაგებია, რომ ზოგადად წარმოდგენა შემექმნა ყოველ შემთხვევაში მეც და იმედია ჩვენს მაყურებელსაც, უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ, თქვათ, რომელ სისტემებზე, როგორი ტიპის დაავადებებს აი ეს ჩამოთვალოთ და რა მეთოდებია რეკომენდირებული ოზონოთერაპიის, იმიტომ რომ მივხვდი რომ ერთი სახით არ ხდება მიღება და ეს მთელი მრავალფეროვნებაა მკურნალობის დანიშნვის. დიახ. ეხლა პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, დიაბეტზე უკვე ვისაუბრეთ. ეს ერთ-ერთი ძალიან დიდი მიმართულებაა და ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. ენდოკრინოლოგიაში კიდევ თუ არის რამე მიმართულება? ზოგადად გამომდინარე იქიდან, რომ არის სისხლის მომქცევის გაუმჯობესება და კვება ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციის დროს, რატომაც არა. ჰიპერფუნქციის დროს ჩვენ გვეუბნებიან, რომ მაინც თავი შევიკავოთ და ეს ამ შემთხვევაში არ გამოვიყენოთ ოზონი, თორე ჰიპოფუნქციის დროს ეს დასაშვებია. ახლა მთავარი თემა ეს ანტივირუსული თერაპია. ჩვენ ამის მე პირადად დიდი გამოცდილება დამიგროვდა, იმიტომ რომ ჩვენ იმ წლებში დავიწყეთ, როცა ჯერ სახელმწიფო პროგრამა არ იყო შემოსული და C ჰეპატიტი მძვინვარებდა და ჩვენ აქტიურად ვიყენებდით C ჰეპატიტიან ავადმყოფებში და ძალიან სერიოზულ შედეგებს დებდა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში უკვე მიდის აუტოჰემოთერაპიის გამოყენება და ეს ძალიან ძლიერი, ასე ვთქვათ, როგორც ანტივირუსულია, ასევე ღვიძლის ფუნქციის აღდგენაზეც მუშაობს. ხშირ შემთხვევაში ღვიძლის ფუნქციური სინჯები ამ დაავადმყოფებთან არის ხოლმე ძალიან გადახრილი ნორმებიდან და ჩვენი დაკვირვებებით, ჩვენი პრაქტიკიდან ეს ყველაფერი ძალიან მალე მოდიოდა მწყობში. მე სახელმწიფო პროგრამა ჩაერთო და ასეთი ავადმყოფებთან ურთიერთობა ჩვენს გაგვიჭირდა. მაგრამ მაგიერში იყო უროგენიტალური ინფექციები, ვირუსული ჰერპეს ვირუსი, ციტომეგალოვირუსები, რის გამოც, თქვათ, ვერ ხერხდებოდა განაყოფიერება უჯრედის და მოგეხსენებათ, რომ ასე ხდება ხოლმე და იყო ჩვენთან შემთხვევები, როცა ახალგაზრდა ქალბატონებმა პარალელურად ჩაიტარეს როგორც სისტემური გადასხმა, ასევე ვაგინალური ინსუფლაცია. ჩვენ კონკრეტულად ვაგინალურ ინსუფლაციებსაც ვაკეთებთ, ასევე რექტალურებს, როცა გაიჩნია რისთვის რანაირად და შედეგები მოიტანა ძალიან კარგი. მე მახსოვს ერთი ახალგაზრდა, არც თუ ისე ახალგაზრდა უკვე გაჩენა უნდოდა ბავშვის რა და აღმოჩნდა, რომ პოლიპი აქვს საშოში და პლუს ურეოპლაზმა ძალიან დიდი შტამი იყო ანალიზების შედეგად რაც გაკეთდა და დავიწყეთ როგორც ვაგინალური, ასევე სისტემური გადასხმები. ერთი თვის თავზე აბსოლუტურად არაფერი აღარ იყო, მაგრამ ჩვენ კიდე სხვა მეთოდი გამოვიყენეთ და პოლიპიც გაქრა. და ეს იყო სასწაული, გინეკოლოგები ვერ იჯერებდნენ რანაირად პოლიპი იყო აქ და მოკლედ ეს გოგო დაურსულდა. ეხლა კაი დიდი გოგო ყავს უკვე. გამიგეთ. და გინეკოლოგიაშიც აქტიურად შეგვიძლია. რა თქმა უნდა და ძალიან ეფექტურად. ანუ უროგენიტალური ინფექციები. მე ვგულისხმობ არა მარტო გინეკოლოგიურს, არამედ ურეტრის შემთხვევაშიც. ყავდა ძალიან კარგად იცით თქვენ ეშერიხია კოლი, ეს არის როგორც ნაწლავური ინფექცია, ასევე
სასქესო სისტემის ინფექცია, რომელიც ძალიან ძნელი მოსარჩენია, მოსაცილებელია. თქვენ წარმოიდგინეთ, ქალბატონი იყო, რომელიც არ მოიგო, ისრაელშიც იყო, ყველანაირი ყველაფერი ჩატარებული ჰქონდა. 10 გავაკეთეთ ჩვენ ავტოჰემოთერაპია. მოგვარდა პრობლემა, ქალი გაგიჟებას იყო სად ვიყავი აქამდე, მაგრამ თუ ესეთი რამ, ხომ მოხედით მე ვთხარი აქამდე და მადლობა უფალს და ძალიან კარგი რომ ესე მოხდა ყველაფერი. ასე რომ ოზონის გამოყენება, რასაც ჩვენ ასე ვთქვათ, გვაწვდიან კოლეგები სხვადასხვა ქვეყნებიდან და მინდა აღვნიშნო განსაკუთრებით თურქეთი. ახლა ვინაიდან ჩვენ გვერდშია და ძალიან აქტიურად მუშაობენ. თურქეთში ხდება ძალიან ბევრი პაციენტი თურქეთში ჩვენგან წასულები საქართველოდან, იქ იმათ უნიშნავენ ოზონოთერაპიას და ვიბრუნდებიან მე მადლობა ღორს გპოულობენ რომ თურმე აქაც ყოფილა, თურმე აქაც აგვაქვს ეს ამბავი. და იღებენ იმ მკურნალობას, რაც იქ იყო გაწერილი და არაჩვეულებრივი გამოხმაურება ძალიან კმაყოფილები მიდიან. კიდევ ერთხელ აღნიშნავ იმას, რომ როცა კერძო კლინიკაა და შენ თუ არ გაქვს ის შედეგი, ამდენი წელიწადი ვერ იარსებებ. შენ თუ არ აკეთებ სწორ საქმეს და მართალ საქმეს, ეს არის აქსიომა. ასე რომ მოვდივართ იმით, მეც ბატონი მერაბიც და ვინც ამას პრაქტიკაში გამოიყენებს, არ ვართ ბევრი სამწუხაროდ, მაგრამ ვინც ვართ, რომ ის შედეგი და ის თეორია პრაქტიკასთან თანხვედრაში მოდის და ნამდვილად შედეგიანია და ნამდვილად რეზულტატიურია და რაც მთავარია, ამას გვერდითი მოვლენები სხვა მეთოდებთან მიმართებაში უკურაიმე და დამაზიანებელი ორგანიზმისთვის პრაქტიკულად არ გააჩნია. ამას კიდევ შევეხებით და ბატონო მერაბ, ჩვენ ვილაპარაკეთ, ვთქვათ, უფრო ინვაზიურ მეთოდებზე და ქირურგიაში ადგილობრივი მოხმარება თუ ხდება, ვთქვათ, თქვენ დაიწყეთ იმით, რომ ჭრილობების დასამუშავებლად იყენებენ. დღეს როგორ? დღეს არ ხარო. დღეს უკვე ეს აღარ მოიყენა. უკვე ოზონს არ ხმარობენ, მაგრამ სეფსისების დროს, ჩირქოვანი პროცესების დროს ოზონი არის განუმეორებელი ამ შემთხვევაში. ახლა ქალბატონი ნუნუს ისმინდა გავაგზავნო, რომ ჩვენ ყავდა რამდენიმე პაციენტი ციტომეგალო ვირუსით დაავადებული, გოგონები, რომლებსაც ორსულობა უწყდებოდათ დაახლოებით 4-5 კვირის ორსულობას. ერთმა გინეკოლოგმა ურჩია და დავიწყეთ ჩვენ ოზონოთერაპია, ეს იყო დაახლოებით 9 წლის წინ. რამდენიმე პაციენტი იყო, როგორ მივიდოდი პირველად რო იწყებ ამას, რო კი იცი, გაგონილი გაქვს, წაკითხული გაქვს და პირველად აკეთებ და ორსულობა შევინარჩუნეთ, გაჩნდა 3 წიგვალე ბავშვი. და დღემდე ეს ხალხი არის მადლიერი, იმიტომ რომ მანამდე რამდენიმე წელი მკურნალობდნენ უშედეგოდ, აქვთ ტონა ალბათ ანტივირუსული პრეპარატი მიღებული, მაგრამ სასურველი შედეგი არ დგებოდა. ეპშტაინ-ბარის ვირუსი, ბევრი პაციენტი, ზოსტერი, მარტივი ვირუსი. ეს ძალიან ბევრი ეპშტაინ-ბარი განსაკუთრებით, რომელიც საკმაოდ ესეთი გავრცელებული და ვერაგია, რომელსაც მონონუკლეოზის პრინციპში საკმაოდ გავრცელებული ვირუსი. და ჰერპეს იმით არის კარგი, რომ ადგილობრივად და შეგიძლია გაუკეთონებს იმ გამონახარში და პლუს სისტემური მკურნალობა ჩაატარო. და ჰერპესი რამდენადაც მე ვიცი, ეს არის ესეთი ქრონიკული და ძალიან ძნელად ფაქტურად განკურნება არ ხდება. ამ მეთოდით თუ გქონიათ ესეთ შემთხვევა, რომ გეტყვით ახლა და რატო ხდება ეს, რომ ვირუსი ან ძალიან ძლიერია და პრეპარატი ვერ ახდენს მისი ვირულენტა, ანუ მის მოკლას ბოლომდე, ანუ არ ხდება მისი ენოკულაცია ბოლომდე, ან ორგანიზმი იმდანაც ძლიერია, რომ ვირუსს დრგუნავს და გადაყავს ქრონიკულში. ამ შემთხვევაში ოზონის გამოყენება აპრიორია, იმიტომ რომ თუ ამ შემთხვევაში ადამიანი გამოიყენებს ანტივირუსულ პრეპარატსაც, გაცილებით სწრაფად მიიღებს ეფექტს. ანუ ქრონიკული დაავადების, ქრონიკული ვირუსული დაავადების დროსაც შესაძლებელია ოზონოთერაპიის გამოყენება. ძალიან კარგი. მოდით მაინც ისაუბროთ, თუ აქვს ამ თერაპიულ მეთოდს უკუჩვენებები და თუ აქვს რაიმე გვერდითი მოვლენები. ასეთი გამოცდილება თუ არსებობს თქვენ?
გვერდით იმოვლენა, მე არ ვიცი, კალოტონმა აღნიშნა, რომ როცა ჰიპერტირიოზია, მაშინ ანუ ლიტერატურა გვეუბნება ჩვენ, რომ ამ დროს არ გააკეთოთ. ასევე თუ ანამნეზში როდესმე ერთხელ მაინც იყო კრონჩხვითი სინდრომი. ეპილეფსია. თუ იყო, ამ შემთხვევაში ჩვენ თავს ვიკავებთ. ასევე სისხლის დაავადებები, ჰემოფილიკები, სადაც არის წყლულოვანი დაავადებები და სისხლმდენი რაიმე, იმიტომ რომ ჩვენ ერთ თვისებაზე კიდე არ გავთქვით, ოზონს აქვს სუსტი ანტიკოაგულაციური ეფექტი. ამიტომ თავს ვიკავებთ, როცა არის სისხლმდენი ან წყლულოვანი დაავადება არის, ან ვთქვათ ქალბატონებში გარკვეულ პერიოდში, ვთქვათ ციკლის დროს, ამას ჩვენ არ ვიყენებთ და რა თქმა უნდა, ისეთი დაავადება ვერაგი როგორიც არის ჰემოფილია. რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ გარკვეული სისხლის ჩაქცევები. ეს ამას ჩვენ ასე ვთქვათ ძალიან ახლა ძალიან ბევრ მეთოდს უკუჩვენებაში აქვს ონკოლოგია, მაგრამ ონკოლოგიური პაციენტის შემთხვევაშიც კი დღეს წეგან აღნიშნეთ ძალიან ფართედ უკვე იწყებენ ამ მეთოდის გამოყენებას და იმედია ჩვენც რაღაცა ნაბიჯებს გადავდგამთ ამ მიმართულებით. ძალიან კარგი. ერთი წუთი დავუმატებდი, თუ არ იქნა სახელმწიფოს ხელშეწყობა, რომ ამ პაციენტებს როგორმე დახმარების სახით ერთმა კლინიკამ მაინც დაიწყოს ოზონოთერაპიის გამოყენება. ვცადოთ. არ მგონი ახლა ესპანელებიც, გერმანელებიც, ამერიკელებიც, მექსიკელებიც, თურქებიც თუ ცუდია არანაირად არ გამოიყენებენ ისე, როდესაც უკვე წერენ რამდენიმე გეუბნებით ათეული სტატია წამოვიდა. თურქეთში აი COVID პანდემიის შემდეგ კი არა უკვე პროცესში გახდა ეს ოფიციალურად ასე ვთქვათ ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც სახელმწიფო პროგრამებში ჩაჯდა. და აქტიურად შეიტანეს ოზონოთერაპიის აპარატურა სტაციონარებში, რომ ეს ყოფილიყო აქტიურად გამოყენებული და მადლობა ღმერთს იქ ძალიან ბევრი გადარჩა და ისეთი ლეტალობა იმხელა პროცენტით თურქეთში არ განვითარებულა. ეხლა დავამატებ 2020 წელს იტალიელმა პროფესორმა კარიერაქსეს ახლა პირველად გამოაქვეყნა სტატია, სადაც მოუწოდა ექიმებს აქტიურად გამოიყენებენ ოზონი COVID-ის საწინააღმდეგოდ. გაიდლაინი დადო. ამავე წელს გამოვიდა უხანის სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის პროფესორი, რომელმაც წარმატებით გამოიყენა ოზონოთერაპია ონკოლოგიის დროს. აღნიშნა, რომ ბატონი ცერცვაძე ცხონებული, როცა ჩასული იყო ბათუმში, სადაც ლადო თავაბაძემ წაიღო ეს აპარატი და ერთი თვე მუშაობდა კლინიკაში, იმ კლინიკაში აი ამ ლადოს მუშაობის პერიოდში ერთი გარდაცვლილი პაციენტი არ ყოფილა. და იმ პერიოდში ჩვენ აქტიურად გამოვედით, ასე ვთქვათ, მაუწყებლობით, იყო ჩაწერები, მე მახსოვს ქალბატონ მარი მალაზონესთან მქონდა ბინიდან ჩართვა და ჩვენ ამას ხმამაღლა ვამბობდით. და საჭირო იყო ამაზე დიდი ყურადღების მიქცევა, მაგრამ დღემდე ესე ვართ. მე მქონდა TV პირველში ჩაწერა, როცა TV პირველი აი როდესაც ჩაკეტილია ქალაქი და სახლიდან ვერ გადიხარ, მეზობელს გამარჯვებას ასეონებენ. მაგდროს მოვიდა, დაახლოებით 10 წუთიანი ეთერი გქონდა ეს ბათუმში ვოიაჟის შემდეგ. არაფერი. გასაგები, ეხლა მიჩნდება ესეთი შეკითხვა, ამხელა შესაძლებლობების მქონე რაღაც თერაპიული მიმართულება. ჩვენთან საქართველოში რა ხანგრძლივობის გამოცდილება გვაქვს? აი თქვენ როდის ჩაერთეთ უკვე და პრაქტიკაში როდის გამოიყენეთ ეს? მე დაახლოებით ახლა მე ვარ ქირურგი. აქტიური ქირურგი ვიყავი, შემდეგ მუშაობდი კოვიდ ტომოგრაფიაზე და ჩამოვარდა რამდენიმე სტადია ოზონოთერაპიის შესახებ, მომეწონა და წავედი ხარკომში იყო ასეთი ისუც ოზონოთერაპია მედაბარუდოვანია, სადაც მე როგორც ექიმა გავიარე კვალიფიკაციის ამაღლება, ავიღე სერტიფიკატი, ავიღე ლიცენზია და ის მერე დავიწყე ოზონოთერაპიაზე. მუშაობა ის იყო 2012 წელს. ქალბატონო
შედარებით ადრეა შევზე. ესე იგი თქვენ კიდევ ერთი წლით უფრო ადრე. მაგრამ ესეც ისე უკრაინაში ოდესის ცალკე ასე ვთქვათ სკოლაა და დღემდე საკმაოდ ასე ვთქვათ გაყიდვადია და პოპულარულია, იმიტომ რომ ამ ოზონატორებს აქვს ყველას ევროსერტიფიკატი და იმ ყველა კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, რაც თერაპიული თვალსაზრისით დოზებთან, იმ კონცენტრაციასთან, ის ტექნიკური მაჩვენებლები რაც საჭიროა ამ ხელსაწყოებისთვის. და მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი რამ. აი ის მოთავეები, ვინც ამ ასე ვთქვათ საქმეში დგანან უკრაინასა თუ ევროპაში, ყველა არის უკვე კარგა ხნის ხან დაზმული ხალხი, მაგრამ რომ მოისმინოთ მათი ინტელექტუალური პოტენციალი და მათი შესაძლებლობები მსოფლიოში ესე იგი დადიან და ხდება აი ამ ოზონოთერაპიის პროპაგანდა, პოპულარიზება და როგორ ართმევენ ამ ყველაფერს თავს ზუსტად აი ოზონოთერაპიის ხარჯზე. ასე რომ ამას ჩვენ უყურებთ, ხედავთ და იტალიაში გინდა, ესპანეთში გინდა, საკმაოდ 90 წელს მიცილებული ხალხია და მუშაობენ აქტიურად. გინდა ეჯერეთ, გინდა რესია, არაფერი დასამალი არ არის, შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია. თქვენთან საუბრისას ის მასაც მივხვდი, რომ ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ თქვენს კოლეგებთან ხო, საზღვარგარეთ და აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ აქ ძალიან ასე ვთქვათ ცოტანი ვართ იმისათვის რომ ასე ვთქვათ რაღაცა მოხდეს ერთმანეთში გაცვლა გამოცვლა იმ ინფორმაციის რაც არის და ასევე ვღებულობთ ინფორმაციას საზღვარგარეთიდან რა ხდება იქ. და ლიტერატურა ჩვენ თბილისში ვართ 5 ექიმი დაახლოებით ოზონოთერაპევტი, რომელიც აი ამ დარგით მუშაობთ. საქართველოში იქნება ალბათ 3-4 კიდე და შედამთორე. მაგრამ არსებობს ოზონოთერაპევტთა ასოციაციაც მე როგორც ვიცი, ხო? ლადო თავაკვაძე ასოციაცია. ბატონ ლადო დღეს უნდა ყოფილიყო ჩვენ გვერდში, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო კონფერენცია ტარდება საერთაშორისო მოსკოვში და იქეთ არის წასული და ბატონო მერაბ მინდა ერთი საკითხი კიდე გავიხსენო რა. ზუსტად ასოციაციის ეგიდით, საქართველოს ასოციაციის ეგიდით, რომელი წელი იყო 2017 წელს ჩაატარდა საერთაშორისო კონფერენცია 3 დღიანი ჩვენი სამედიცინო ინსტიტუტის ბაზაზე, სადაც იყო 12 ქვეყნიდან მოწვეული ოზონოთერაპიის სპეციალისტები და ეს იყო ძალიან ეფექტური შეხვედრა, ძალიან დიდი ურთიერთობების და პროფესიონალური გამოცდილების გაზიარების. ეს იყო დაუვიწყარი პერიოდი და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს თავი მოაბადა გააკეთა ბატონმა ლადომ და ძალიან ასე ვთქვათ საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი იყო რომ ჩვენ უმასპინძლეთ და შევძელით საკმაოდ დიდი ასე ვთქვათ ნაკადის მიღება. იმიტომ რომ თითოეულ არ იყო თითო ქვეყნიდან წარმოდგენილი თურქეთიდან მე მგონი 6 ადამიანი 6 კაცი იყო ჩამოსული თურქეთიდან. ასე რომ გვაქვს ჩვენ პატარა ისტორიაში ესეთი მოვლენაც. სამი პროფესორი იყო მაგრამ და მე როგორც ვიცი ამ კონფერენციის მასალებით კიდევ რაღაც კონფერენციის მასალები გამოიცა, ხო? კარდიოლოგიის და შინაგანი მედიცინის ჟურნალმა ნება დაგვრთო და თავისი მთელი ერთი გამოცემა დაუთმო ჩვენო კონფერენციას. ქალდანოს გამოთქვას მინდა ერთი დავუმატო რომ ჩვენ საქართველოს ოზონოთერაპევტები გაერთიანებული ვართ აზია-ევროპის ოზონოთერაპევტთა ასოციაციაში. ანუ მე არის ამერიკის ასოციაცია ცალკე და სუბთა აზიურები ცალკე ეს ჩინეთი, იაპონია, ჩვენ აზია-ევროპის იმაში ვართ გაერთიანებული. გასაგები. აი დაინტერესებული მაყურებელი. ირაკლი წარმოიდგინე აფრიკაშიც წარმომადგენელი იყო ის იუჟნაი აფრიკა. ერთ-ერთი იუჟნაი აფრიკა იუარ იქიდან იყო ჩამოსული და იმან გარკვეული თავისი ასე ვთქვათ გამოცდილება გაგვიზიარა საინტერესო საკმაოდ და გაუცებული ვიყო რომ აფრიკის აი უკიდურეს სამხრეთით ეს ხდება და აქ ჩვენთან მოსახლეობა აღრარის საქმის კურსში. აი ჩვენ ჩავაყენეთ ახლა საქმის კურსში ჩვენი მაყურებელი, მაგრამ თქვენ თვითონ ახსენეთ რომ არ არის ეს ფართოდ გავრცელებული მეთოდი, მით უმეტეს რომ მას სჭირდება სპეციალური ვთქვათ აპარატურული უზრუნველყოფა და ასე შემდეგ. თუ დავინტერესდით სად მოგაკითხოთ, სად შეიძლება მივიღო მაგალითად თქვენთან კონსულტაცია, სად შეიძლება შევძ.
და კიდევ ასეთ შეკითხვაც მაქვს, რომ ეს არის მხოლოდ დედაქალაქში თუ თქვათ რეგიონებშიც მუშაობენ ექიმები ამ მიმართულებით. მოგახსენებთ ახლა ირაკლი, იგი ვინაიდან და რადგანაც ჩვენ მასპინძლები ვართ, მე გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ეს არის კლინიკა ჰარმონიაში და შეგვიძლია აქ ფართე სპექტრით ოზონოთერაპიის ჩატარება. ბატონი მერაბი არის მე მუშაობ კლინიკა კორტექსში, საურდალოზე, ეს არის ოზონოთერაპიის მულტიპროფილური კლინიკა, სადაც შესაძლებელია ოზონოთერაპიის ნებისმიერი სახის, ნებისმიერი კურსის ჩატარება. გარდა ამისა, მუშაობს ოზონოთერაპიის კაბინეტი ქუთაისში, მაგრამ იქ მარტო გინეკოლოგიური და ნუორსოლების ხორიომსახურების არის ბათუმში კაბინეტი, არის კაბინეტი ბურჯომში და მგონი ლიქაში, სადაც ბატონი მიხეილ გარშკოვი წარმატებით მუშაობს. არის ვანიას სახელობის კლინიკაში ოზონოთერაპიის კაბინეტი, სადაც წარმატებით მუშაობს. ლადო თალაკვაძე, პროფესორი, ბავშვთა ქირურგი, რომელიც აი ამ კუნალობის მეთოდს იხენებს დამატებით თავის საქმიანობაში. და კლინიკა ჰარმონია, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, სადაც გაუდენენ წარმატებით უძღვება თავის საქმიანობაში. გალბატონო ნუნო, აი ეს მიმართულებები რო გითხრათ, თქვენ მე როგორც მივხვდი, მაინც პროფილურად აქვთ ოზონოთერაპევტებს არჩეული საკუთარი მიმართულება. ვინაიდან და რადგანაც კლინიკა არის მაინც აღდგენითი თერაპიის ცენტრი და ჩვენთან აი ეს ძირითადად ძვალსახსროვანი სისტემა არის და ეს არის მაინც წამყვანი, ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ოზონს, უკვე რაც დავასახელეთ, ანუ ინტრავენური გადასხმები, ავტოხემოთერაპია, იქ რექტალური ინიექცია იქნება თუ ვაგინალური, ეს ყველაფერი, მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ ვაკეთებთ პარავერტებრალურ ინიექციებს, ხერხემლის პათოლოგიების დროს, ასევე ტკივილის მართვაში აქტიურად გამოვიყენებთ და ასევე სახსარშიდა ინიექციებს, როცა გვაქვს ქრონიკული ანთებითი პროცესები და ეს უკვე საკმაოდ დიდი პრაქტიკაა ამაში გამოყენების დროს და ძალიან ეფექტურია ანთების საწინააღმდეგო და ტკივილის მართვაში. ასე რომ სპექტრი გამოყენების საკმაოდ ვრცელია და გვაქვს არა მარტო ჩვენ, არამედ ვინც საქართველოში პრაქტიკით ვართ დაკავებულები, შესაძლებლობები, რომ ძალიან ბევრი პრობლემა იყოს მართული. უბრალოდ საჭირო ალბათ რომ მოსახლეობა უფრო იცოდეს მეტი ამ შესაძლებლობების შესახებ და ჩვენ მზად ვართ ვემსახუროთ, გაუწიოთ აკადემიური, პროფესიონალური მათ დახმარება და რაც მთავარია უნებელი დახმარება. და მე რამდენადაც ვიცი, ძალიან ბევრი უცხოელი პაციენტიც გყავთ, იმიტომ რომ ფინანსურად ეს ბევრად უფრო მისაღებია საქართველოში გაიგეთო ვიდრე საზღვარგარეთ. იცით, თქვენ მართალი ბრძანდებით, ბოლო პერიოდში წამოვიდა ესეთი ტენდენციები. აი ჩვენ კლინიკაში ძალიან გახშირდა საფრანგეთიდან, ამერიკიდან, უკრაინას აღარ ლაპარაკობ, იმიტომ რომ ეს პრობლემების გამო ზოგი საიდან. ასევე ამას წინათ იყო ესტონეთიდან ჩამოსული და ყველა აღნიშნავს, გასაგებია საზღვარგარეთ ეს სერვისი ძალიან ძვირად აღიღებულია. აი ჩეხეთშიო 250 ევროაო. თითო პროცედურა. იტალიაში 170 ევროაო. და მე ამდენის გადახდის თავი არა, მაგრამ გეძებოთო და გიპოვეთო და ინგლისიდან გუშინ წინ მორჩა კურნალობას ჩაიტარა. მე ამას კიევში ყოველთვის ვიტარებდი, უკრაინელი იყო და ჩამოფრინდა, ჩაიტარა 5-6 პროცედურა და გაფრინდა. ისრაელიდან დარჩით მეოთხე 1-2 კვირა. არა, მე მირჩევნია გადმოვფრინდე, ჩვენ სახსრებს კურნალობდით და აქ კომბინაციაში უტარებდით თერაპიას, PRP თერაპიასთან ერთად, ოზონოთერაპიას და ჩაუფრინდა სამჯერ კაცი, გაიგეთ და გადაფრინდა. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდეთ. იმედია მაყურებელიც კმაყოფილია. მათ შევახსენებ, რომ აუცილებლად გამოიწევ რომ ჩვენი არხი და დაგვიტოვეთ თქვენი კომენტარები, თქვენი შეკითხვები, რომ უფრო ინტერაქტიული გავხადოთ ჩვენი პოდკასტები. ამჯერად კი გემშვიდობებით, შევხვდებით მომავალ გამოშვებებში საინტერესო თემებით, საინტერესო სტუმრებთან ერთად.